უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა ფლორიდაში დაგეგმილ შეხვედრამდე ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ გაიმართება ონლაინ კომუნიკაცია ევროპის ლიდერებთან. ის ევროპელ მოკავშირეებს იმ თემებზე მიაწვდის ინფორმაციას, რასაც დონალდ ტრამპთან განიხილავს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ტერიტორიები და უსაფრთხოების გარანტიებია. მანამდე დასავლურ მედიასთან საუბრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი მზადაა სამშვიდობო გეგმის დებულებები რეფერენდუმზე გაიტანოს თუ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის უმცირე 60 დღით შეწყვიტოს. მისივე ცნობით სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ვაშინგტონი კიევს 50 წლიან უსაფრთხოების გარანტიებს თავაზობს. შეხვედრის შემდეგ ამერიკელები სამშვიდობო გეგმას რუსებთან განიხილავენ, შემდეგ გახდება ცნობილი მომდევნო ნაბიჯები, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რა თქმა უნდა, უკრაინისთვის არსებობს წითელი ხაზები და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელებისაგან არსებობს კომპრომისული წინადადებები. ყველა ეს საკითხი ძალიან გრძნობიარია. ეს არის ტერიტორიები და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება. იურიდიულად ჩვენ არაფერს ვაღიარებთ არანაირ პირობებში. თუ იქნება მიდგომების განახლება, რა თქმა უნდა, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ ხალხთან კომუნიკაცია გვექნება. იქნება ეს რეფერენდუმი თუ სხვა საკანონმდებლო ცვლილებები. ამ საკითხების გარდა მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უკრაინა მრავალ სხვადასხვა კომპრომისზე წავიდა და ეს დაფიქსირდა ჩვენი სამუშაო შეთანხმების 20 პუნქტიან გეგმაში. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ ომის შესაჩერებლად. ხვალ კი ვოლოდიმირ ზელენსკის ფლორიდაში ელოდებიან შეერთებული შტატებისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრა თეთრი სახლის დღის წესრიგში უკვე გამოჩნდა. აქსიოსი წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ომის დასრულების შესახებ ჩარჩო შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს. შეხვედრამდე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმაც, მან იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების წინადადების განხილვა პროაქტიული იქნება. თუმცა აქვე დასძინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არაფერი აქვს, ვიდრე ამას თავად არ დაამტკიცებს. მოსკოვში უკვე მიანიშნეს, რომ რუსეთი ამჟამინდელი 20 პუნქტიანი გეგმით უკმაყოფილოა. მას არაფერი აქვს, ვიდრე მე არ დავამტკიცებ. ასე რომ, ვნახოთ რა აქვს მას. ფიქრობ მასთან ყველაფერი კარგად გამოვა. ფიქრობ პუტინთანაც ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინულ გამოცემებში გამოჩნდა მინიშნებები გეგმაზე, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება. ჩვენ ვიცით, რომ ეს გეგმა, თუ საერთოდ შეიძლება გეგმა ეწოდოს, რადიკალურად განსხვავდება იმ 27 პუნქტისგან, რომელზეც ბოლო კვირებში დაწყებული დეკემბრის პირველი რიცხვიდან ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკულ მხარესთან. ფლორიდაში გამართული შეხვედრის შედეგების სიღრმისეული ანალიზი ჩატარდება, მაგრამ ანკორიჯის მიერ დადგენილ ჩარჩოებში დარჩენის პოლიტიკური ნება ჩვენთვის აუცილებელია. ჩვენ არ შეგვიძლია ამ საზღვრებს გავწდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არამხოლოდ არასტაბილური შეთანხმება იქნება, უბრალოდ არანაირი შეთანხმება არ იქნება. იმ პრობლემების სათანადო გადაწყვეტის გარეშე, რომლებიც ამ კრიზისის ძირეული მიზეზია და რომლებიც გადაწყვეტას მოითხოვს. ამის გარეშე საბოლოო შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.